ეს არის ის ცნობილი სტუდია. ცნობილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი სტუდია ნამდვილად არის. რამდენი წელია ამაგიდასთან? 10 წელია. 10 წელია აქ. აი, იმდენი ვიარეთ, ჩვენ იმდენი ისენი შემოვიარეთ. ხო, მაგრამ მაგიდა ისტორიულია, ხო? ეს კი. ეს თუ მეხსიერება არ ვღალატავს 2006 თუ 7-ში გავაკეთეთ ეს მაგიდა. ხო, 7-ში გავაკეთე. ცნობილი სტუმრები? ეს ისეთი კარგი პრეზიდენტები, პრემიერები. ეს ყველანაირი გეყნა რა სამ. ძალიან ბევრი დადიოდა, აქ საშუალო მე რას დავთვალე, ახალი წლის რო დავთვალე 1800 სტუმარი ყავდა. ვიცი რა, წლები გარბის და მათ შორის იყო ივანიშვილიც. კი, რაც ივანიშვილი არაფერი პრობლემა არ აქვს. ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც საერთოდ არავინ არ დადიოდა ხელისუფლებიდან. არა ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ხარ არის, როცა ერთხელ დაურეკა, ორჯერ დაურეკა და უარს გეუბნება, ნუ ხვდები რომ არ უნდა შენთან მოსვლა და არც ვიკლავ თავს არავიზე. გულწრფელად გეუბნებით, ასორტიმენტი იმდენია და იმდენი პარტიები არის. პრობლემა ნამდვილად არ ყოფილა, ნუ ყოველ შემთხვევაში მე არასოდეს არ გამთიშვია ეთერი. გააჩნია, იცი, აი რომელი ეპოქა იყო, რომელი პერიოდი იყო და ასე. სირთულეები ყველას ახლდა, მაგრამ ეხლა რაღაც ახალი რეალობის წინაშე ახალი რეალობა იყო და ის გამეცილა, იცით, ასე იგი, აი ეს კანონი რომ მიიღეს აი იმასთან დაკავშირებით, ჯერ მაშინ ვფიქრობდი რა თუნდა და აი მაგალითები მოყავდათ ეს რა ქვია ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მარეგული. ეს მარეგულირებელი idеაში ადრე ეს ქონდა იმას კავშირგაბმულობის სამინისტროს. და შემდგომში ეს უკვე აი მიშას მოსვლამდე უფრო ადრე დაიწყეს ამაზე საუბარი და შეიქმნა ეს ანუ მე როგორც გავიგე შემდგომში ვიღაცის მოშორება უნდოდა და ამ ადგილზე და აი თვითონ ეს იდეა მე არ მომწონს, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ფაქტიურად აი სადა როგორ გითხრათ, ჩანაცვლება მოხდა, რასაც კავშირგაბმულობის სამინისტრო აკეთებდა, ამის პრეტენზია აქვს ამათ, იყიდეს რაღაც საოცრად ძვირი აპარატურა. ვითომ გასაზომად, ვითომ რაღაცა და ამისაც მოვითხოვეს დიდი თანხები. დიდ თანხას მაშინ შევარდნაძის ფინანსთა მინისტრი ვეგასცემდა და დააწესეს 1%. არ ვიცი ეს თუ გაინტერესებდა დარწმუნებული ვარ მაყურებლებს უნდა აინტერესებდეთ ევროპაში 0.01%-ს იხდის ყველა მაუწყებელი 0.100-ჯერ მეტი არის ჩვენთან გადასახადი და ისე ცნობისათვის მე მინდა რომ ხალხმა იცოდეს ყველაზე დიდი ხელფასები აი სწორედ აი მარეგულირებლის ესე ვთქვათ არჩეულებს აქვს და ეს რამდენი და რა შეიღებენ ამას არაფერი რეალურად მათ არაფერი საქმე არ აქვს რა იმიტომ რომ დაწესებული არის ეს დაუშვას სივრცე რომელიც შენი სიხშირის არის ყველას ნუ ავტომატურად არავის არ აწყობს რომ სხვის სივრცეში შევიდეს აიჭრება სხივი და ნუ თავისებური ისა აქვს რა ამას სპეციფიკა აქვს და ხმით უმეტეს ციფრულზე რო გადავიდა ძალიან ბევრი პრობლემა მოეხსნათ მათ და რა თუნდოდა არ ვიცი ამის გაღრმავება და გაძლიერება ნამდვილად არ ვიცი მაგრამ ვიცი ის რომ ფაქტიურად პოლიტიკური ზეგავლენის თუ ზემოქმედების ინსტრუმენტი გახდა უკვე ეს ბექაურის კანტორა და ოცნებამ დაუმატა ახლა ფუნქციები იცით რომ ფორმულას წინააღმდეგ საჩივარია შემოსული არ უნდა გამოვიყენოთ კი სიტყვა რეჟიმი ოლიგარქი არალეგიტიმური ხელისუფლება ფაქტურად შეზღუდვა არის ადამიანის გამოხატვის თავისუფლების ახლა დღეს უსმენდი წლუკიას და უსმენია ვიღაცა გოგონს ქუჩასთან და ისო შეურაცხყოფა მომაყენავ და 10 დღე ჩასვეს ციხეში აი ეს არის გამოხატვის თავისუფლება უნდა შეეულონ ამას და ახლა მოდი თქვათ რა ახლა თქვენი ორივე არხი ინტენსიურად მუშაობთ იმისთვის რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები, ფუნდამენტალური უფლებები. ნუ ჩვენს მაგისთვის ვიბრძვით, მაგრამ თქვენ მასშტაბურად დილიდან ფაქტიურად ღამის პირველ საათამდე ჩვენ ამდენი რესურსი ნამდვილად არ აქვს, ყველაზე პატარა კოლექტივი ჩვენ აქვს საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ეს არის, ნუ მოდი რა ვთქვათ, რეპრესიების ტალღა გადაგულის მედიას. მე არ ვიცი რა ოხრობას მოიგონებენ და ისა, მაგრამ ბალები აქვს კოლოსალური პირველას, იმეს ძალიან ბევრს სახელისუფლებას და მაინც ეხლა დაიწყეს ყველაფრის დათვლა და გადათვლა. სამართლიანი მიდგომა არ არის. არც იქნება სანამ ესენი იქნებიან და მე ვთვლი რომ აი რაღაცა რეპრესიულ მანქანას
შემოგთავაზებიან. საბოლოო მიზანი რა შეიძლება იყოს? დათქუნა, ეს ხო დათქუნა, ანუ დემოკრატიის ბოლო ნამცეცებიღა დარჩა რა საქართველოში. ნებისმიერ კანონს ისე შეცვლიან, არავითარი ის არ აქვს რა. არც მორიდება და ფაქტიურად ეს აი ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ნორმები ნიველირებული არის და ის ჩამონათვალისწრო დაწერა კობახიძემ ეს არ უნდა თქვა ეს რა ავტოკრატია მეტი არაფერი და ნუ რაც პუტინმა თავის დროზე გახსოვთ NTV-ს რაც გავა იგივე უნდა გააკეთონ აქა არ ვიცი აქ ნერვების ომი იქნება თუ ხალხი ნუ მაშინაც მეჩვენს იმ პუტინთან გამოვიდნენ ხალხი ერთ 40,000 იყო მაგრამ ისეთი ყინვა იყო რაღაც საშინელი ეს უკვე პირველი გაფრთხილება იქნება ალბათ გაფრთხილება დაგიძრა იქ რაღაცა იდიოტური ისენია საფეხურებია ჯერ გაფრთხილება მე კაცრი გაფრთხილება მე ჯარიმა მე რაღაცა და ბოლოს ალბათ სიაში გაუშვებენ ბატონ დავით, რადგან ვახსენეთ ბიძინა ივანიშვილის, რომელიც მჯდარა ამ მაგიდაზე, თქვენი კრიტიკული კითხვებისთვისაც უპასუხია. აი იმ პერიოდში წარმოიდგენდით, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი დაპირებებით მოდიოდა, მედიას ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებდა. დით ყველა და ყველა იმედგაცრუებულია, ეს ვაჭრები სულ ყველა არიან იმედგაცრუებული. ნუ რა ვიცი, რა დავარქვა ამასა, ნუ საერთოდ დაპირებული 1.5%-ანი თუ შესულდა რაღაცა პოზიტიურად ითვლება და მე არ ვიცი რასაც ეს კაცი გვიდებოდა ავარად. აი მედიასთან დაკავშირებით რა შეხედულებები და გეგმები ქონდა რის ახსენებს სიტყვები კაცო მე ძალიან კარგად მახსოვს მეცინებოდა ის რომ რუსთავიერი გაჩერდესო და ნახავთ რომ სიშვიდე იქნა ავტოკრატიული მეტყველე ის აქვს აი მენტალიტეტი აქვს და რაც ნელ-ნელა გამოჩნდა, ხო? თავში ხო ასე არ ჩანდა. ყოველთვის ნელა-ნელა იწყება, იცით ეს ზალადობა არა, შეფუთვით არის, მერე გახსნილად არის და ბოლოს ემატყებით თავდება და ყველაზე მთავარი აქ რაც არის, აი საზოგადოება ფაქტიურად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. ახლა ის არის, აი თავდაცვაში გადავიდნენ და ვინ გვიშვის, ეს მედია გვიშვის, უნდა დავპრესოთ. ბატონ დავით, აი რომ არა რეჟიმი, რომ არა ოლიგარქი, რა შეიძლება დაუძახო დღეს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ან ბიძინა ივანიშვილს? ეზოპეს ენით უნდა ელაპარაკოთ და ყველა ჟურნალისტი ერთ კვირაში ისე გადააფორმატებს ყველაფერს, მე სპეციალურად ვიზახი ხუთაუფროს. აი რადგან ვერ შევეკამათებიან. თუ საკუთარ თავზე არ მიიღებენ, ხო? ნუ მაშინ გამოდის რომ უნდა აღიარონ. ჩვენი ხუთაუფროსი ვედი. ეს ენა, ნუ დაახლოებით რაღაცა მიგნებებით, რაღაცებით გამოირჩევიან ჟურნალისტები და მოიფიქრებენ რაღაცას. ნუ ტირანიაზე რაღაცა სიტყვა უნდა თქვა ისეთი რომ გაანეიტრალოს დაუშვათ ან რაღაცა. ყოველ შემთხვევაში თვითონ არიან რა არის ისეთ ძალაუფლება ჩაიგდეს და მე რასაც შევუკვეთავ ისე იმღერეთო და ეს ნუ ვერ იმუშავებს რა მასე დამოუკიდებელი მედია და არც უნდა დათანხმდეს არაფერზე ეგეც თვითონ განსაზღვრონ აი მე ვფიქრობ მაინც პირველ რიგში აი პირველ დღეს შეესწებიან ბევრი მოითხოვონ და მე რაღაც კომპრომისებზე წავდნენ და იქ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა რისი დამთმობი ხარ და რისი არა ხარ და არ უნდა დათმოთ მეც მაგალითად ვფიქრობ რომ სულ არ მინდა დაუთმო რაღაცეები ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ მართავთ ამ კანტორასა და სულაც არ გვეშინია მაგა დაგვიჭირო მით უარესი მაგათვის არ ვიცი ახლა ის მერიდება შედარებები მაგრამ ანჯელა დევის ციგრიში ჩაზრდელი ამერიკა ახვალდა იგივე იქნება მედიებისთვის არავის არ მოუგე სააკაშვილი ნუ ვილად რო ვთქვა აგრესიულად იქცეოდა ხო მედიის წინააღმდეგ მაგრამ პოლიტიკოსი იყო და მიხდა და დაამოხრუჭა დროზე და ესენი არ ამოხრუჭებენ. აქ რა შეიძლება იყოს მოხრუჭი? არა, ხო, განადგურება გულწრფელად თქვა მაგ ბიჭმა, რომ ყველა პარტია უნდა აუკრძალო. ის სიტყვები არ გახსოვთ კაცო, რუსთავიერი გაითიშოს და ნახავთ ფერი რასიშვილი იქნება. ამას ეს აქ მიზერას პუტინმა გააკეთა NTV რო გააჩერა და ტელეაბები, იგივე აროსული გზა არის ესა. ხო და ნუ რა ვიცი, არ ამგონია რომ გამოვიდეთ. ძალიან ის არის ჩვენ მაინც ისენი ვართ რა ქართველები ცოტა სხვანაირები ვართ რუსები მაინც ისენი არიან ჯერჟავისტები და დადუმდნენ მანაც საქართველოს არ გამოვა არა გამორიცხულია რომ გამოვიდეს აი გამორიცხულია არც თქვენი ტელევიზია არც TV პირველი რა ვიცი ახლა ვისაც კი ღირსების ახმა აქვს არ უნდა დაუწყმენ და არ უნდა დანებდნენ ამას. ძენი ბრძოლა სამართლიანია ჩვენ გავიმარჯვეთ. მე ესე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა. იმეც ვიტოვებ რომ თქვენ სიბრძოლებ და ყველამაც უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ უფლებებისთვის.